ლეგურიაში აღორძინების საპრეზიდენტო ფონდი შეიქმნება ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა რეგიონში ვიზიტის დროს მიიღო. დღეს ქვეყნის პირველმა კიდევ ერთი ახალი კლინიკა გახსნა. უახლესი აპარატურით აღჭურვილი საავადმყოფო რეგიონის მოსახლეობას უკვე დღეიდან ემსახურება. საქართველოს რეგიონების საავადმყოფოებს შორის ყველაზე დიდი კლინიკა მუშაობას უკვე შეუდგა. 50 საწოლზე გათვლილი ოზურგეთის საავადმყოფო უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. კლინიკაში 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ოზურგეთში უკვე ყველანაირი ოპერაციის გაკეთებაა შესაძლებელი. ადგილობრივებთან ერთად საავადმყოფოში მიწვეული სპეციალისტებიც იმუშავებენ მათთვის კლინიკაში სასტუმროა გახსნილი. კომპანია ალფამ ოზურგეთის საავადმყოფოში 7 მილიონის ინვესტიცია ჩადო. შეიძლება ნებისმიერი ტიპის მომსახურების ახ არის კომპიუტერული ტომოგრაფი, ნებისმიერი ლაბორატორიული მომსახურება, ინსტრუმენტული გამოკვლევა, არის სამიანო და ქირურგიული საოპერაციოები. მინდა გითხრათ, რომ ყველა ახალი კლინიკა არ არის მხოლოდ სამკურნალო, ეს არის სასწავლო დაწესებულებაც რეზიდენტებისათვის, რომლის პრობლემა მუდმივად იყო საქართველოში. დღეს ოზურგეთში ახალი საავადმყოფოს გასახსნელად საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა. კლინიკის დათვალიერებამდე მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს შეხვდა. ისე მიხარია ძალიან მაგარი ისე მიხარია რომ 1000 ლარი ქართულის მასწავლებელი ვერთან მოიდგა ძალიან დიდი მადლობა არა გასაგებია ქართულის მასწავლებელი ჩააბარეთ ძალიან მიხარია წინასწარ დაბადების დღეს მიოცა როგორ ახლა ой გუდაი გოვის უკან მიშა მაგარი ხარ მიშა მაგარი ხარ ბაშა მაგარი ეს რა მაგარ ვიღაცა ეს არის გენიალური რა დროშა შეცაი რა დროშა იჭერა მიშა თვალები დადამშე შენ ბრძოლაში შენთან ვერ ერთად 2013 წელს ხომ ვიღა დადანებდი 1967 წელს ახლა 2007 წელს ახლა იყარ 2000 მიშა მიშა შენ განაзвали მეღარე მოვაყარე თვალები დაასებო დიდი მადლობა. რომელ კალკულაშტად? მაგასტოლა? კომპიუტერ ბეგერიგეს? მას ინგლისურად გასწავლია? უცხოების სტუმარი Hi, how are you? How are you? Thank you very
ისე თქვენ გაიხარეთ, როგორც მე გამახარეთ დღეს. თქვენი გაბრწყინებული თვალებით, თქვენი ენთუზიაზმით, თქვენი გამოუსწორებელი განსაკუთრებული გურული ოპტიმიზმით, განსაკუთრებული გვერდში დგომით, განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობით. ეს საავადმყოფო უბრალოდ საავადმყოფო არ არის, ჩემი ცალი ოცნების შესრულება. თუ რამე კარგი ხდებოდა, სადმე სხვაგან ხდებოდა და ტელევიზორში უნდა გეყურებიათ. თუ რამე ცუდი ხდებოდა, აქ ხდებოდა და ხშირად ტელევიზორში დანაჩვენებდნენ, ისე იყო. არა და გურია იმსახურებს წარმოუდგენელ რაღაცეებს. პირველ რიგში, იმიტომ რომ აქ ცხოვრობს ძალიან მაგარი ხალხი. ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანები, რომელიც საერთოდ სოფლიოს მასშტაბით შემოხვედრია და არა მხოლოდ საქართველოში. მეორე, გურიას აქვს ყველაფერი. გურიას აქვს სხვა, გურიას აქვს წარმოუდგენელი თვალის მომჭრელი მთა, ამას რათაც ვიყავით და შემიძლია რავალგზის დავადასტურო. გურიას აქვს მშვენიერი კლიმატი და მცირე მიწიანია, მაგრამ მის მიწა ძალიან მაგარია. და გურიას ყავს აი ეს ბავშვები, რომელიც და ყველა თქვენგანი, იმიტომ რომ ესენი არიან ყველაფერი. ამიტომ მე მინდა გითხრათ, როგორც თქვით რომ აღმოსავლეთ საქართველოში კახეთზე არის აქცენტი მომავალ წელს, დასავლეთ საქართველოში ეს იქნება ჩემთვის გურიის წელიწადი. ესე იგი წელიწადი როცა ყველა მეტად გურია ბოლოს უნდა წამოვაკენოთ ფეხზე. ჩვენი ამოცანა რომ მომავალ წელს აბსოლუტურად არსად გურიაში არ იყოს ცუდი გზა. არ იყოს არც ერთი ოჯახი, სადაც არ იქნება შესული გაზი, სადაც არ იქნება გამრიცხველიანება, ესე იგი სადაც არ იქნება გამთბარი და განათებული სახლები. ესეც მომწელს სლიანად უნდა დამთავრდეს. არ იყოს არც ერთი სოფელი, სადაც არ დაიწყება მოწესრიგება წყალგაყვანილობის სისტემის, არ მივხედავთ ბოლომდე ისე როგორც ოზურგეთში სისხლი გამომწარეს იმ კომპანიამ, მაგრამ ბოლოს მაინც გავაკეთებიათ და მივუყვათ ბოლომდე, ასევე მთელი გურიის მასშტაბით არ უნდა დარჩეს არც ერთი სოფელი, სადაც არ არის თანამედროვე სისტემა. არ უნდა დარჩეს არც ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც არ ექნება პაკეტი ჯანდაცვის და რომელსაც არ ექნება სოციალური დახმარება, იმიტომ რომ ვისაც უჭირს, იმას სახელმწიფო უნდა დაუდგეს გვერდით. მომავალ წელს უნდა ვლაპარაკობთ არა მხოლოდ მაგალითად ბათუმის სასწაულზე, არაკლის სასწაულზე, არამედ ამას უნდა დაერთოს და ესე იგი უკეთესად გაკეთდეს ურეკის სანაპირო, იმიტომ რომ ურეკი განსაკუთრებულია და ურეკს ძალიან დიდი ხანია მოაგდა ხელი. და გვირგვინი ყველაფრის იქნება მომავალ ზაფხულში ყველას პატიჟა აგვისტოს დასაწყისში ბახმარობაზე, იმიტომ რომ ეს შოულებრივი ბახმარობა კი არ იქნება, ეს იქნება ბახმარო, რომელიც იქნება ყველაზე თვალტარტაცი ზაფხულის საქართველოს მთის კურორტი და ამას ყველა ერთად გავაკეთებთ. ასე რომ მეგობრებო, მე მინდა შეიძლება ბევრი რაღაცა გაკეთდა, ჩვენ დავამარცხეთ კრიმინალი, ჩვენ დავამარცხეთ უშუქობა, ჩვენ დავიწყეთ უგზაობის ამოძირკვა, მაგრამ თავარი არის წინ. მე მაგანცდა, რომ ბევრად მეტი უნდა გაკეთებულიყო აქამდე. ესე იგი 100-ჯერ უფრო მეტია გასაკეთებელი აქედან. ასე რომ რამაზ ნიკოლაიშვილი იმითია მნიშვნელოვანი, რომ ადრე თუ გურიას ახმარდა 20% ენერგიის და 80% დანარჩენ საქართველოს, ეხლა მოდით გურიას მოახმაროს 80%. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმდენი ენერგია აქვს, რომ დანარჩენ საქართველოს ეყოფა დარჩენილი 20% და ის ყველა გეგმები, რომელიც საქართველოში გვაქვს, ასევე შესრულდება. მაგრამ ახლა მთელი ჩვენი რესურსები, ფული საპარტნიორო ფონდის, სოფლის მეურნეობის პროგრამები, განათლების სფეროში პროგრამები, სპორტის სფეროში პროგრამები, ესეთ სტადიონები, გაუკეთებლები აღარ უნდა დარჩეს აქ. სპორტ დარბაზები გაკეთა რაღაცეები, ყველა უნდა გაკეთეს. სკოლა გაურემონტებელი, ბევრი გარემონტა, მაგრამ არც ერთი აღარ უნდა დარჩეს. ყველა სკოლაში უნდა შევიდე და ყველა მაგრა უნდა გავაკეთოთ. ერთი სიტყვით, აქ ცხოვრება უნდა იყოს ყველაზე უმაღლესი სტანდარტის. ჯერ შეიძლება შემოსავლები არ მოგატყუებთ, არ გქონდეს როგორც ევროპაში და რა თქმა უნდა არ გვექნება 1-2 და 3 წელიწადში. მაგრამ ცხოვრების დონე საავადმყოფო უკვე გვაქვს ისეთი, რომ ჰოლანდიაში აღარ დიდი ხანი არ მინახია ასეთი დონის. სკოლები გვექნება ისეთი, როგორც მაგარ ევროპულ ქვეყნებში. გზები გვექნება როგორც ყველაზე მაგარ ევროპულ ქვეყნებში. წყალგაყვანილობის და ყველანაირი სისტემა გვექნება როგორც ყველაზე მაგარ ქვეყნებში და ამ პირობებში თუ ჯამთელობა გვექნა და ჯამთელები ვიყავით, ეს ხალხისთვის არის, ხო? აღარ მოგიხდება თბილისში ხეტიალი ღამეების გაფრენება საცუდავად, ნათესაებთან ახლობლების შეფარება, ბოლოკაბიკების დახარჯვა, ჯიბეში ჩასადება ექიმების და სანიტრების და ექტრების. ეს არის საავადმყოფო, ეს არის თქვენთვის, ბევრ თქვენგანს ექნება დასგოვა, ყველა შემთხვევაში ეს შეიქმნა იმისათვის, რომ აქ იმკურნალო ადგილობრივობა. აქ არც ერთი უცხოელი არ ჩამოდის სამკურნალო, ძირითადად ეს არის თქვენთვის, რა თქმა უნდა.
რომ ესე არის ყველაზე მაღალი სტანდარტი. ესე იგი ჩვენ არავისზე ნაკლები არა ვართ, უფრო მეტიც ეს არის ყველაზე კარგი სავალთქობა, რომელიც გავხსენე ბოლო ხანებში საქართველოში და მინდა მიულოცე ჩემ თავს და ოზურგეთს. მაგრამ ამის გარდა უბრალოდ ეს არის ჯანდაცვა და დანარჩენია დაიჭერა ცხოვრება. განათლებაც უნდა გქონდეს ყველაზე მაგარით. აქ ისეთი მასწავლებლები გყავთ. წერან გამოვია და ჩავხედე მათ თვალებში. ცოტა ხელი შეუწყოთ ამ მასწავლებლებს და სოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო განათლებას მიცემენ აი დღეს არსებული მასწავლებლები ჩვენ ბავშვებს. ცოტა მეტად გადავამზადოთ, ცოტა მეტი ხელფასი მივცეთ, გამოცდები ჩავაბარებიოთ, სერტიფიკაციები გავატარებიოთ და ნახეთ რა მაგრა გაუმჯობესდება აქაც სწავლის დონე. ერთ სიტყვით მეგობრებო, ეს არის ცალკე განსაკუთრებული რეგიონი საქართველოსი, რომელსაც აქვს ყველაფერი. თავარი რაღაცა ჭირდება, ბევრად უფრო კარგი ცხოვრება. და ჩვენ შევქმნით ამ ბევრად უფრო კარგ ცხოვრებას. ჩვენ დავუთავრებთ გაჭირვებას და ჩვენ დავიწყებთ გამდიდრებას. ამაში ვარ დაწურებული. მიხეილ სააკაშვილმა დღეს საავადმყოფოში ყველა განყოფილება, მათ შორის გადაუგდებელი დახმარების ცენტრიც დაათვალიერა. ქირურგიულ განყოფილებაში მედიკოსები ნებისმიერი სირთულის ოპერაციას ჩაატარებენ. პრეზიდენტმა დღეს კლინიკის პირველი პაციენტებიც მოინახულა. Как теперь мы ходим с вами? Вот вы. Я где-то ты как вообще кому и так. Фантастика, озургеч ეს ტრამე შეიძლება. ბავშვებმა გაუმიგზავნეს აქ ხშირად დავდიოდი ხოლმე, მაგრამ ერთხელ რაღაც ვიდეო ქონდა გაკეთებული 2004 წელს რაღაც ადგილები ამორჩეს ოზურგეთი ხილოსიმას სურათი. ყველაფერი ის იყო ჩამოშლილი. და ეს ქონდა რომ აი მე საიდან დაიწყო. 22 წელი გზად იყო და მე 22 წელი ერთი ორმოარ მომწონდა. ეთქობა განსაკუთრებული პატივი ერგო წინა პრეზიდენტი აქედან იყო სპეციალურად აკეთებდა რომ არავის არ დაედო რადიო გურულ ნაციონალისტი. აქ სიკვდილი და რაღაც ვერ მოგიდება. მარტო რომ უყურებ გურის კედებს და გურის თებს. როგორ რაღაცა ხო ეს ანთო ამ ხელა გაჭირვება შეიძლება. აქ რო ხდება ადამიანი 5 ვარსკვლავის სასტუმროში. არ ჭირდება ეს რომ რაღაცა თქვა იმაში შევიდეს ბათუმის შერატონში ხო სიტუაცია რედისონში. არის 5 ვარსკვლავის სასტუმრო დაბა. უკვე თავისთავად კულტურული გამოცდილება არა. აი ეს რაც უნდა სიღარიბე იყოს ხო? ბავშვი რომელიც ღარიბ ოჯახიდან მოდის და თქვა მიდის ძალიან მაგარ კლასში თქვა ჯეოსეს კლასში გავყოლგა ვაკეთებ ჩდება კომპიუტერის უგებს ინგლისურ დასწავლიან ყველაფერი ფერადია ლამაზია და მიდის სახში მას უკვე თავისი ლეპტოპი სხვა ფსიქოლოგია უჩნდება ხო ასე თუნდაც ასე ყოველი ადამიანი ახლა ხდება ის უკვე სახში სხვანაირად ბრუნდება რაც არ ღარიბად ცხოვრობს რა თავისი პოლიცით მოდის და უკვე ეზიარება რა არის სტანდარტი მაღალი ცხოვრების და უკვე იქიდან ბევრად მეტი სტიმული უჩნდება რომ ამ სიღარიბიდან გამოვიდეს ამიტომ არის თანასწორობის დანიშნულება, რომ ადრე ამაზე ხელი მოწვევად მართლა ძალიან დიდად აღმოჩნდა. ან ვიღაცას ვისაც კავშირები. ეხლა მიუწვდება ყველას. დღესვე პრეზიდენტი ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ოზურგეთის გამგეობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით გურიის აღორძინების საპრეზიდენტო ფონდი შეიქმნება, რომელსაც რამაზ ნიკოლაიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც აი კახეთს ეგვაქცევი აღმოსავლეთ საქართველოში წელს თავარი აქცენტი დასავლეთ საქართველოში რამასთან ერთად დიდი ხანია გადაწყვეტეთ რომ ეს იყოს გური. ამისთვის შევქმნით საპარტნიორო ფონდს ზოგადად, სადაც იქნება ესეთი ინვესტიციები რეგიონალური. შევქმნით საპრეზიდენტო ფონდს გურიის აღორძინების, რამაზე იქნება ამის ხელმძღვანელი შეთავსებით. რა თქმა უნდა, მე თვითონ ვიქნები ამით დაკავებული და ჩვენ გვინდა რამდენიმე საკითხს გაკეთება. პირველი ეს არის ინფრასტრუქტურის ბოლომდე მოყვანილ წესრიგში. ყველგან კარგი გზები, ყველგან მიყვანილი გაზი, ყველგან დამთავრებული გამრიცხველიანება. ყველგან ან დამთავრებული ან დაწყებული და სამუშაოში ყოფილი წყალგაყვანილობის სისტემები. ეს ერთი. მეორე ეს არის ტურიზმი, კურორტები და ურეკის სანაპირო ზოლის მოწესრიგება, წყალსადენი, კანალიზაცია. ეს ჩვენ დიდი პროგრამას ვიწყებთ ურეკში წყალსადენის და კანალიზაციის გაკეთების. რაც პრაქტიკულად არ იყო არც საბჭო დროს არც მერე გვაქვს ეს პროექტები რომელსაც უყურებთ ბახმაროში ჩვენ რამდენჯერმე უკვე ვიყავით ნახეთ როგორც კი თორლი ცოტათი დაიწყებს თობას დავიწყებთ ძალიან ფართო მასშტაბის სამუშაოებს ზაფხულამდე მოესწრა პირველი ეტაპი შემდეგ იმის შემდეგ წელს უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რომ სათხილამურო კურორტი იყოს ესე იგი უკვე ეს ცალკე ინვესტიციები კი ქარი უკვე დავაპყერეთ ქარის სპეციალური მაჩვენებელი რომ ნახოთ საიდან უბერავს ქარი რომ ტრასას სწორად დავაპროექტეთ
მესამე საკითხი რაც ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირ კავშირშია ეს დასაქმებასთან ხალხის გადამზადება. ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად გვინდა უზურგვეთში რეგიონალური ცენტრის გაკეთება ასევე ყველა ასაკის ადამიანების გადამზადების რათა მოვარგოთ თანამედროვე შრომის პირობებს. დღეს ერთის მხრივ არის უმუშევრობის სერიოზული დონე, მაგრამ მეორეს მხრივ მინდა ყველას გავიხსენოთ, რომ ჯერ აკბიდის პროექტები ფოთში მაგალითად ბათუმში და სხვა მიმართულებით ანაკლიაში ლაზიკას შენელობა იწყება გაზაფხულზე. ჩვენ გვექნება გარკვეულწილად კვალიფიციური ხალხის სერიოზული დეფიციტი მათ შორის დასავლეთ საქართველოში. კვალიფიკაციას როცა გულისხმობ, მე არ გულისხმობ რაღაც უმაღლეს მათემატიკას გულისხმობ, იმაზე რომ ელემენტარული რაღაცების კეთება ხალხს უნდა ვასწავლოთ თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებით, იმიტომ რომ ჯერ ეს სჭირდება ეკონომიკას და რა თქმა უნდა შეიძლება თავისი ოჯახები და მათ ეს დააკარგდათ, იმიტომ რომ ჯერ 90-იან წლებში არ იყო განათლება და მანამდე თუ მუშაობდნენ, იმის შემდეგ დაავიწყოთ, იმიტომ რომ ძალიან მრავალი წელი ბევრ ადამიანს არ უმუშავია. ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამ ხალხის გადამზადება, ხალხის მორგება, თანამედროვე ბაზრის, თანამედროვე მშენებლობის, თანამედროვე განვითარების, ინფრასტრუქტურის და სხვა მოთხოვნების და ესე განათლების სისტემის ჩამოყალიბება და ოზურგეთში ამ განათლების ამ ცენტრის შექმნა. და შემდეგი ეტაპი ეს არის ასევე ამ ყველაფერთან ერთად სოციალური დაცვის უფრო დახვეწილი სისტემა იმ გაგებით რომ საავადმყოფო აშენდა, ვისაც მართლა უჭირს, იმას იქ უნდა შეძლოს მისვლა. აგვისტოსის უკვე დასრულებული იქნება დიდი ნაწილი კომპლექსისა, რომელსაც ქვია ბახმაროს კურორტი. მინდა გითხრათ, რომ 19 აგვისტოს დოღია და შესაბამისად ინფრასტრუქტურა იქნება დიდ ნაწილში დასრულებული. შესაბამისად უამრავ ადამიანს სურპრიზს მოუმზადებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყებთ და ეს დავალება მიღებულია პროექტის კეთება უკვე დავიწყეთ ოზურგეთის ცენტრის განახლების პროექტი. საავადმყოფოს გახსნისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთის ქუჩებში ადგილობრივებს გაესაუბრა. Sen gedasınız, şöyle redasınız. Gördüğüm adlıva, ola fragdi adlıva, başkası. Vertma, samşoluz, amteri halkı uğravluz. Vertma, agar kaçı, vertçi rogi yazgı. ეს კაცი ხა დავნიშე ერთ წელიწადში დავალება რომ გულია აღორძინოს ბოლო. მაგას ენაცვალოს, ჩემი და. ძალიან მაგარი გეგმები დავგეგმეთ, ეხლა ვიყავით გამგეობის შენობაში, გამარჯობა. დაგიმთავრე, ეხლა სპორტზე იყავით? ჯერ არა, დღეს ცოტა დაბიანებით. ჩემგავ, რა ვქნა. ეგ არაფერი, მაგრამ ხომ მუშაობს და? კი, აბარა. მაგარი. გამთვალე არის მაინც? კი. შენ რა ხაშყევ, კაცო, მეტნაკლებად და. ეხლა შეიძლება მაგას სიცივეში გათხოვა ჭირდება ხა. თუნდაც შევიდეთ, ნახო. ეხლა თბილა, ეხლა ვერ გავარ. კარგად არის გაკეთებული, რომ სიცივეები რო იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის გამხდარი იყოს. ერთი რამე არ ცხოვრობს საქართველოს გაჩნდა ბოლო 5 წელიწადში. შენობები დაჩნდა. მე კი ბატონო. ადრე ხო ზამთარი იყო დაკავშირებული სიცივესთან, ყოველდღე შეხვედრა ორგანიზაციობდა, ხო? იმიტომ რომ უზრუნველყოფილი ვარ დენის გათხოვით რა გაზეთ და შენობებიც გათქვა და ამიტომ სპორტული შენობები თუ მეცად ბავშვებიდან ის უნდა იყოს ძველად. პრეზიდენტი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარშიც მივიდა, სადაც მას ეპისკოპოსი და სასულიერო პირები შეხვდნენ. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო მოსწანებისათვის. მეთმა დაგახაროთ, დაგაძლიეროთ და მეთმა ინებოს, რომ აი ჩვენი მოღვაწეობა, რასაც ჩვენ აკეთებთ, ეს მართლაც განსაკუთრებულია და მნიშვნელოვანია. მეთმა მადლი და ღვთისძალა მოგვიწევთ. ჩვენ და ამაზე გადავწყვიტეთ, მადლობთ შევქრათ გულის აღორძინების ფონდიდან. მეგონი საქმეში სათლის დათებაც საქმის დასწრებში ხირდა რამდენად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა თქვენი ლოცვების თუ შეგვეწევა, აკავრობას დავაყენეთ მართლა ძალიან სერიოზულ საშუალებას. და მართლა ეს ხალხი იმსახურებს ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. ხო, თქვენი მრევლი მართლა არის წარმოუდგენ და მართლა ყველა ვინც ახსოვს. საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში 150 უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საავადმყოფო იქნება.